ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევალი ქალები ისრაელში თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. მათ მადლობა გადაუხადეს ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეჩერი პირველი მძევლები არიან, რომლებიც ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გაათავისუფლა. დორონი სახლშია, აქ არის. ეს ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია. მიხარია ამას რომ ვამბობ, ემილი კარგ ხასიათზეა, ის მალე გამოჯანმრთელდება. როგორც იქნა შემიძლია მას ყოფილი მძევალი ვუწოდო. სამაქალმა ჰამასის ტყვეობაში 15 თვე გაატარა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვე დაიყვანეს. ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ისრაელის მთავრობას, აგრეთვე კატარსა და ეგვიპტეს შუამავლობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს. ჩვენ ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოვედით აქამდე და დონალდ ტრამპის ჩართულობის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ისრაელის გვერდით მამაცად დგომისთვის და მსოფლიოში სიკეთის გაძლიერებისთვის. გათავისუფლებული მძევლების ოჯახის წევრების თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გამოჯანმრთელებამდე გრძელი გზა აქვთ გასავლელი. მათ მოუწოდეს იმ მძევლების ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ, განაგრძონ პროტესტი, რათა მთავრობა მეტი იმუშაოს ისრაელელების სამშობლოში დასაბრუნებლად.